დღის განმავლობაში ქალის და კაცის ორგანიზმი სხვადასხვა რაოდენობით საჭიროებს ცილას. მამაკაცებში კუნთოვანი მასა უფრო მეტია და ნივთიერებათა ცვლა უფრო ინტენსიური. ამიტომ მათი მოთხოვნილება ცილაზე 15-20%-ით უფრო მაღალია ვიდრე ქალების. გარდა ამისა, არააქტიური ადამიანი 1 გრამ ცილას საჭიროებს 1 კილოგრამ სხეულის მასაზე. ხოლო დიეტაზე მყოფი ადამიანი ან კვირაში 1-3 ვარჯიშით დაკავებული საჭიროებს 1,2 გრამ ცილას 1 კილოგრამ სხეულის მასაზე. ამიტომ უკვე საუზმეზევე ადამიანმა უნდა მიიღოს 20 გრამი ცილა, იმიტომ რომ ორგანიზმა ნორმალურად იფუნქციონიროს და ეს ესაჭიროება ყოველდღე. ხოლო ხანგრძლივი დროით ცილის დეფიციტის შემთხვევაში იწყება კუნთში, ღვიძლში, თირკმელში, კანში და სისხლში არსებული ცილის გამოყენება. რასაც მივყავართ შინაგანი მდგომარეობის გაუარესებისკენ. კარგი ვარიანტია საუზმის დაწყება დილის კოქტეილით, იმისთვის რომ დილის საუზმე დაბალანსებული გამოგივიდეს და გარდა ამისა აუცილებელია შენი დღის რაციონი დააბალანსო საჭირო საკვებით, რადგან ნებისმიერი ნუტრიენტის დეფიციტს მივყავართ ამა თუ იმ პრობლემისკენ. თუ რამე კითხვა გაგიჩნდა, დამიკავშირდი პირადში.